ყველაფერი, რასაც კი ფრანკლინი დღეს შეეხება, გადაიქცება ოქროდ. მანქანა, ადამიანი, სახლი, კარი, ხე, ნებისმიერი რამ, რასაც ფრანკლინი შეეხება, გარდაიქმნება ოქროდ. აბა ფრანკლინით დაიწყებ პირველი მგონი ტედი ჯობია, რომ ოქროდ გადავაქციოთ, ხო? ტედი მოდი აქ. ხო არ გადაუბ. ჩვენი ტედი გადაიქცა ოქროდ. ტედი არაფერს არ გვიკეთებდა და ოქროს გავყიდით მაინც. ერთი იდეა მაქვს. ეს არის ფრანკლინის ახალი SRT, რომელიც ძალიან ცუდ ფერზეა და მგონი ჯობია რომ შევიხოთ, ხო? ესე არ ჯობია, მგონი ოქროს SRT არავის არ გაქვთ ნანახი. ძვირმა მანქანამ რა დაგვიშავა? მოდი აქ. ფრანკლინის ძველი მანქანაც ოქროს უზერსკესი მანქანაა. მოტო? მოდი აქ. და ოქროს მოტოციკლი არ გვაწყინდა. დღეს მგონი საკმაოდ გასართობი დღე გვიქნება, ამიტომ დალაიქეთ ვიდეო თუ გინდათ რომ მომდევნო ვიდეოში ყველაფერი ბრილიანტად გადაიქცეს. ავიყვანოთ 5000 ლაიქს და დააჭერეთ subscribe ხილაკს. ფრთხილად. არა ერთი წამით. ვაი დედა. რატომ არის ეს მანქანა ესეთი ჩქარი, ვაიმე. ესეთი ჩქარი ესერ დანახი გაქვთ? ვაი უკაცრავად. ფრანკლინ მგონი ამ კაც მანქანა დაუმტრიე. შეაჩერეთ, ნება მომეცით რომ შეცდომა გამოვასწორო. შეიძლება შევეხოთ თქვენს მანქანას. მართალია მანქანა ვერ გაიკეთეთ, მაგრამ ოქროსია და თუ ჩავარებ ძალიან ბევრ ფულს მოგცემენ. დღეიდან შეგვიძლია მანქანებს დავეტაკოთ, ტიპებს მანქანები დაუმტრიოთ და გაკეთების მაგვერად უბრალოდ შევეხოთ. მხოლოდ 24 საათი გვაქვს იმისათვის რომ გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე. ძმურად არ გინდა რომ ამ სამსახურს თავი დაანებო? ჩემთვის გაფიცებ, შევეხები რა. რა მახინჯ ოქროდ გადაიქცა. ეს არის შავი ოქრო, მაგრამ რაც ყველას თავარია ჩაიბარებენ. შეეშვი ჩემო ძმო ამ სამსახურს, წადი ჩააბარე. ამ კაცს რო შევეხოთ რა მოხდება? ჩემი ძმო, მოდი აქ. დაიცა არ დაგვიჭირონ, ფრანკლინ ეს რაკენი. ძაღლი გადაიქცა ერთ ოქროდ და კაცი რამდენ ოქროდ გადავაქციეთ. გონი ჯობია რომ ავიღოთ. 10 მილიონი დოლარი. აზე ხარ ფრანკლინ, შეგიძლია ტიპს შეიხო, გადააქციო ოქრო და გააკეთო მილიონები. ეხლა თქვენც იმას ფიქრობთ, რასაც მე. თუ შეიძლება რომ ხელი ჩამოგართვათ, კი ხო? ეს უკვე მესმის და ამას ნახდად არ მოველოდებოდი. იმედი მოქვს ამის გამო არ დაგვიჭერენ და კამერები ხო არ არის სადმე? ფრანკლინ ეს რაკენიტო, ანუ დიდი კაცი გადააქცია ბევრ ოქროდ. ხო არ გადაობ, ფრანკლინზე ითქმის რომ ტიპს აქვს ოქროს ხელები. ოკეი, ვნახოთ რამდენი მილიონია? 700 მილიონი დოლარი, ნულებს ვეღარ ვითვლი. 700 მილიონი დოლარი ერთი კაციდან. ვაიმე, რამდენი ადამიანია ქუჩაში, მაგრამ ყველას ხო ვერ შევეხებით არა? რადგანაც ამდენი ფული უკვე მოკლედ, რადგანაც ამდენი ფული უკვე ვიშოვეთ და ვართ მულტიმილიონერები და მილიარდერებიც, შეგვიძლია ახალი მანქანა ვიყიდოთ და სემიონ მოვდივარ. 4-4-ზე რა დონატებს აკეთებს? ბიჭო, გობა, რამე იარაღების მაღაზია ხო არ იცი? CS:GO ფასტი სიჭიმა რა გჭირს, გაიხედე უკან. და რეგისტრაციის დროს $1 ჭუქნია. გააღეთ გარე, ბიჭო. უკაცრავად ერთი კალაშა მომეცით, ერთი კარაბინი და 2 აფეპე. ერთი ეს კალაშა მომეცით რა. ხო, გეუბნებოდი ჩემ მაგარი მაღაზია თქო. გადადი აღწერაში მდებარე პირველ ლინკზე, გამოიყენე ჩემ პრომოკოდის არქუა და მიიღე $1 CS:GO ფასტის ანგარიშს. ეს უკვე მესმის. რა დონატებს აკეთებს? ეს ჯიპი უკვე ძალიან უნდარია. გაგიკეთებ ეხლავე ამ მანქანას. შენი ოქროს შეკლას და გაჩუნდი ეხლა. დაწერეთ კომენტარებში ოქროს ხელები რო გქონდეთ, დაეხმარებოდი თუ არა ადამიანებს. ეს რა კაი მანქანა აყენია გარეთ? მაგრამ ნახო ჯერ შიგნით რა უყენია. ჩემო ძმა და მეგობარო. ხელი არ ჩაუმართვა. სიმონ ხელი არ ჩაუმართვა. რა გჭირს ფრანკლინ, შეშინებული ხარ, ასე ვაგას ხელი არ ჩამოგართვა. საქმე იმაშია რომ ხელს თუ ჩაუმართმევ, გამდიდრდები. რა? როგორ თუ გამდიდრდები? ოქროდ გადაიქცევი და მე მაგ ოქროს მე რა თქმა უნდა ავიღებ და ფული ჩემთან წამოვა. მოკლედ, გარეთ რომ მაკლარენი დგას, ეგ მე მაჩუქე და ამ 4 მანქანას გადავაქცევ ოქროს მანქანებად. მაიჭე კაც ერთი რას გადაო. მიდი აბა თუ მაგარი ხარ გადააქციე და შენი იყოს მაკლარენი. ეს რა მანქანაა? რაღაც კაი მანქანაა და ოქროსფერი არ აწყინდა. ესე ჩემი პირველი ოქროს მანქანა, ვაიმე რა ლამაზია, აშკარად ოქროსფერები GTA 5-ის მანქანებს უხდება. ოკეი, მეორე მანქანაც, ამასაც უხდება ესე თუ ისე. ზენტორნო. გადაიქცა ოქროს ზენტორნოდ. ხო არ გადაობს 3 ყველაზე მაგარი ოქროს სუპერკარი სემიონის გარაჟში. და ბოლოს ჯართი ჯიპი. გადაიქცა ყველაზე მდიდრულ ჯიპად. აბა რა სიტყვი, ჩემი არ გჯეროდა? ფრანკლინ, გიჟი ხარ, ბიჭო, შენი წყალობით მილიარდობით დოლარს უშოვი. ძალიან დიდი მადლობა, წაიყვანე მაკლარენი, შენ იყოს აღარ დამანახო და შეიძლება ხოლმე საგიცა, ხო? ჩვენი ახალი მაკლარენიც საკმაოდ სიმპათიურია და ფრანკლინ რას თქო მოუხდება ამას ოქროსფერი? ეს უკვე მესმის და მგონი საკმაოდ ვაიმე, ძალიან სიმპათიური მანქანა გამოვიდა. ხო არ გადაობ, ერთი ძალიან მაგარი იდეა მაქვს. მივიდეთ პოლიციის გაყოფილებაში და ყველა პოლიციის მანქანა გადავაქციოთ ოქროს პოლიციის მანქანები.
ვნებად. უი, მე რამდენი მანქანა დგას აქ. ოკეი, დავიწყოთ პირველი მანქანით. ოქროს პოლიციის ლოს სანტოსის მანქანა და დაწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა და იმედი მაქვს ამის გამო არ დაგვიჭერენ. დავყვეთ ახლა და თითოეული მათგანი გადავაქციოთ ოქროს პოლიციის მანქანებად, იმიტომ რომ გვინდა რომ ქალაქი იყოს ყველაზე მიმზიდველი მთელ მსოფლიოში. ამეტანი დავიღალე ყველა მანქანით ჩამოვლით. ხო და ცოტა ხანი პატრულის ოქროს მანქანით ვიპატრულიროთ ქალაქში. ოქროს პოლიციის მანქანა გაატარეთ. ოქროს ფორმები რო შევუკეროთ პოლიციელებს, მაგრამ არა, ისინი ოქრობად გადაიქცევიან. ოე, ბიჟუტერია გადააყენე. ეს რა არის, ვითომ ოქროსფერი რო გაქვს? ნამდვილი ოქროსია, ბიჭო. სად არის აბა ეს სასწრაფოს განყოფილება? აუ, ტიპები რა ღარიბები არიანტო. ქალაქში სასწრაფოს მანქანები არ ვყავს. ჯანდაბას სატრანსპორტო კომპანიას მივხედავ. ოქროს ავტობუსიც მესმის. გონიეს ყველაზე ლამაზი ოქროს რაღაც გამოვიდა, რასაც კი დღეს შევეხეთ. ოქროს ავტობუსი მოდის გამატარეთ. წარმოვიდგინეთ თქვენს ქალაქში რო დადიოდნენ ოქროს ავტობუსები. მე კი ვიცი თბილისში რასაც უზავდნენ, ეგრევე ლომბარდში წავიდოდა, მაგრამ თქვენ რას უზავდით ეგ დაწერეთ კომენტარებში. ნუ ეხლა ამ ხელა ავტობუსს მე ვერ დავალმომბარდებდი, მაგრამ ნაჟოვკით მივადგებოდი და ცოტა ჩამოვხერხავდი რა. ცოტა 1-2 კილო. აი ფრანკლინი რა ძმაკაცი იქნება თუ ესეთ დროს თავის ძმაკაცს ხელს არ მოუმართავს. ჩემი ძმაკაცი შვილი, ბიჭო. ჯიმი, ხო კარგად ხარ? არ შემეხოთ არც ერთი. ჯიმი, არ შემეხო. არა, შენი. ჯიმი, როგორ ხარ, ბიჭო? სად არის ბიჭო მამა შენი? ფუ შენი, ხო უთხარი ტიპს არ შემეხოთ თქო ესეც ოქროდ გადაიქცა თავის ველოსიპედიანად. აუ წარმოიდგინეთ ამდენი ოქრო რო გაქვთ. მოდი ეხლა მე ამ ოქროს არ ავიღებ, ჯობია რომ აქ ეგდოს. ამ ავტობუსიანად და ვინმე გაჭირვებულმა აიღოს. მაიკლი ნახე რა მანქანები დაუთრევია. Lamborghini Aventador და Lamborghini Diablo. გონი ჯობია რომ სიურპრიზი გავუკეთოთ. იმედი მაქვს რომ ფერზე პრეტენზია არ ექნება და არ ეგონება რომ უბრალოდ ვიღაცა მოოქროს ბრად შეგება. წარმოიდგინეთ, იმენა ოქროს მანქანებია თო. მაიკლ, სათხარ მაიკლ. რა კაი სკამები გაქვს მაიკლ? ხوار ჯობია რომ სკამები შევცვალოთ. გონი ესე ბევრად უკეთესია და ბევრად გაუხარდება მაიკლს ესეთი სკამების გონა სახლში. ვაიმე ნეტა ყოველდღე ჩემთანაც ესეთი სტუმრები მოდიოდნენ. ფრანკლინი ვარ კი მაიკლი სადა? სახლში თუ არა, კაი ჯანდაბას. მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა რა. საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა მგონი და ოქროს მანქანების